კომუნეთის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშია დანაშაულებენ. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა პარასკევს საკრებულოს ხდომაზე ქამრების შემოჭერის ნაცვლად ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ავეჯის შესაძენად გამოყოფილი თანხები გაზარდა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ასევე გაიზარდა ავტომობილის შესაძენად გამოყოფილი თანხაც და ცვლილებით 30,000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 40,000 ლარი განისაზღვრა. ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააკონტროლოს მის მიერ დაანონსებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. ქამრების შემოჭერის ფარგლებში უნდა შეემცირებინათ ბიუჯეტი და ამოიღოთ ისეთი ტიპის შესყიდვები, როგორიც ემსახურებოდა ავეჯის შესყიდვას, სავარძლების შესყიდვას, კომპიუტერების, მივლინებების, ავტომანქანების და სხვა ასეთი ტიპის შესყიდვებს. მოხდა პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ეს შეემცირებინათ, მოხდა დამატება კარადების შეძენის, კომპიუტერის, სავარძლების, მაცივრების, ავტომანქანას, სადაც 30,000 ლარი იყო გათვალისწინებული, დაემატა 10,000 ლარი.